ეს ჩვენთვის ამერიკის მე ვფიქრობ ბატონო ჰავლეთ მე მინდა გავაკეთო განცხადება რომ ამერიკის დეპარტამენტის იმ გრანტი ჭამია ორგანიზაციების რომლებიც კონკრეტულ უცხოეთის სპეცსამსახურების დამსახურება ის რომ ესეთი რამე ანალოგი არსად არ ხდება ქვეყანაში ქვეყანა რომელიც ოკუპირებული არის რუსეთის მიერ ანუ რაღაც ტერიტორიები 20% იმ ქვეყნის მიმართ უფრო მეტი დადებითი სიმპტომები შეინიშნება ვიდრე იმ ქვეყნის მიმართ რომელიც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა აი რამხელა ანომალიასთან გვაქვს ჩვენ საქმე თუ ხვდებით ბატონო ჰავლეთ რომ ისე შექმნეს ამ ხალხმა ეს სიტუაცია იგივე ამ დასავლეთმა თავისი აი გუნური პოლიტიკით რომ ესე იგი რუსეთის მიმართ უფრო დადებითი სიმპტომები იმიტომ რომ პირდაპირ გეუნებიან რომ შენ უნდა ყავდეს დასავლეთი გვეუნება კაცი ჭამია ხელისუფლება სათავეში შენ გინდა არ გინდა რომ შენ უნდა უგულებელყო შენი ტრადიციები უნდა იყვნენ ქვეყანაში გაბატონებული ეს ცისფერები და ეს სექსუალური უმცირესობები უნდა გვეშდნენ თავზე და ამას რომ ქართველი ხალხი არ მიიღებს ეს კარგად იციან ალბათ მათ მაგრამ შეგნებულად მაინც ამას აკეთებენ და ყველაფერი ეს იწვევს იმას რომ რუსეთის მიმართ არის უფრო მეტი დადებითი სიმპტომები. ეს არის აი ამათი უგუნური პოლიტიკის შედეგი. და მე კიდე ერთი მინდა სიუჟეტი შემოგთავაზოთ ბატონო ჰავლეთ. დღეს როდესაც არის საუბარი ვინ არის ჩვენი მოკეთე, ვინ არის ჩვენი მტერი, ჩემთვის ასევე შოკის მომგვრელი იყო ევროპის საბჭოსზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ოღლუს განცხადება, რომელიც მან გააკეთა თურქი მესხებთან დაკავშირებით, თქო გავუშვათ პირველი ვიდეო. ბევრი დაბრუნდებოდა. მუსლიმი მესხების დაბრუნების ვალდებულება საქართველოს 1999 წელს ევროსაბჭოს წინაშე აიღო. დღეს კი ისევ ევროსაბჭოს ტრიბუნიდან ეს ვალდებულება თურქეთის პრემიერმა ქვეყანას კიდევ ერთხელ შეახსენა. ჩვენ ამ პროცესს თვალს ვადევნებთ. ვიმედოვნებთ, რომ რეპატრიაციის პროცესი ევროპის საბჭოსა და საქართველოს სამოქმედო გეგმის პრიორიტეტი იქნება. თურქეთის პრემიერის ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა დარბაზში მყოფი ქართველი დეპუტატებისთვის, რომლებიც როდესაც ქვეყანას არ გადაუჭრია პრობლემები ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით, ამდენი ტოლვილები ყავს, თან ეს საკითხი, რომელიც თურქი მესხებთან დაკავშირებით არის შესრულებული, იმიტომ რომ ვისაც ჰქონდა სურვილი დაბრუნდა და თურქი მესხებთან დაკავშირებით კიდე საზოგადოებაში რა პოზიცია თქვენ უკეთ კარგად მოგეხსენებათ, თურქეთი ჩვენი ეგრეთ წოდებული მოკავშირე, რომელიც ძალიან დიდ ექსპანსიას ახორციელებს საქართველოში გრანტების განაწილებით არასამთავრობოებზე და სხვადასხვა სუბიექტებზე დღეს მოგვიწოდებს დავით ოღლუ რომ ესე იგი ქვეყანა რომელიც ავიწროებს ქურთებს რომელიც ტერაქტებს უწყობს ქურთ მოსახლეობას დღეს მოგვიწოდებს რომ თურქი მესხები ჩვენ დავასახლოთ ჩვენს ტერიტორიაზე და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ გადაწყვეტილება მიღებულია და ვისაც რაღაცა კონკრეტულად ქონდა ის მოთხოვნებში ჯდებოდა დაბრუნებულია ის ხალხი რამდენიმე ოჯახი 5-6 ოჯახი აი, როდესაც ჩვენ ბატონო ჰავლეთ გვეუბნებიან რომ აი თქვენი სტრატეგიული მოკავშირეებად და